პირველი ვიდეო დაათვალიერეთ, მოკლე იყო, სულ 17 წუთი იყო და იმედი მაქვს, რომ ყურადღება შეაჩერეთ აი ამ საინტერესო წარმოდგენაზე, რომელიც იყო ფორმულირებული. ნახეთ, გავამსხვილე ის ნაწილები და ის საკვანძო სიტყვები, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია. სულ სხვანაირად უნდა იყოს, ვიდრე გვაქვს რეალურად, ხო? არის განათლებაში, უმაღლეს განათლებაში ყველგან სრული სტანდარტიზაცია, მაგრამ გადაუხვიეთ სადღაც მოუხნავში, ხო? და ფაქტია, რომ გვაქვს პრობლემები ყველა სფეროში. ანუ განვითარდა და გაიზარდა ალბათ ორი თაობა, რომელიც უკვე აბსოლუტურად სუბიექტის დონეზეა. ანუ ვკარგავთ ახლა იმ ასე ვთქვათ პიროვნებების ნაწილს. ვერ შევქმენით აქამდე, თუ ათვალიერებ და კითხულობთ ამას, ვერ შევქმენით განათლების სისტემას, რომელსაც შეუძლია ადაპტირება და სწავლება. და ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ასეთნაირად გვაქვს წარმოდგენილი ინტელექტუალური განვითარება ასაკთან ერთად. ანუ ფსიქოლოგიური მომენტები არის. ეს ვიდეო სერია იქნება განკუთვნილი მშობლებისათვის. მშობლები აუცილებლად, ვინც ჩვენ ჯგუფში არის ჩართული, ვინც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, დავარი არის, რომ თქვენ გახდეთ სუბიექტები. ანუ ადაპტირების უნარი, ინსტრუქციების სარგებლობა და მათი ადაპტირება უნდა შეძლოთ აუცილებლად იმისათვის, რომ თქვენი შვილი, ან შვილი აუცილებლად გადმოიყვანოთ სუბიექტის დონეზე. მოამზადოთ იმისათვის, რომ როდესაც რიჩარდ ფეიმანის მსგავსი ადამიანი შემხდება, 12 წლის რო გახდება, შეეძლოს საუბარი საკმაოდ სერიოზულ რაღაცებზე. კვალიფიკაციის ამაღლების კურსი გვექნება ჩვენ დედებისთვის, ახალგაზრდა მშობლებისათვის, მამებისთვის, ბებიებისთვის და ბაბუებისათვის. იყო კითხვის ნიშნის ქვეშ, სრულია თუ არა ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე, ზუსტია თუ არა და მომწურავია თუ არა. თუ მე შემიძლია გითხრათ, რომ მე ამაზე მუშაობდი, ნახავთ, საკმაოდ დიდი ხანია და შემიძლია ვთქვა, რომ აი რასაც გთავაზობ და რასაც ვეყრდნობი, სრულია, ზუსტია, ამომწურავია და პრობლემა, რომ 2000 წლისათვის პრაქტიკულად ვერ მოხერხდა მსოფლიოში მომზადება იმისათვის, რომ გადასვლა მომხდარიყო ზუსტად აი ამ სისტემურ აზროვნებაზე და საქმიანობაზე. შეჩერდა ეს ყველაფერი სტანდარტიზაციით, ხო? აი ახლა სუბიექტები დაეუფლნენ აი ამ პროცესს და დაიწყეს სტანდარტიზაცია. მაღალი სტანდარტის ცნებაც კი გაჩნდა, როდესაც მესმის კოლეგები იძახიან, რომ მაღალი სტანდარტის პროგრამა გვაქვს. სტანდარტი ნიშნავს, რომ უკვე ადაპტირება აღარ არის, რომ თქვენ უკვე წესებით მუშაობთ. ნუ, რამდენი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ აი ასეთი მსოფლმხედველობა ავაგო, აქაც ხედავთ თქვენ ამას. აი 45 წელიწადი ვემზადებოდი ამისათვის, ნუ ასეთნაირად არც ერთ წიგნში არ ეწერა, მომიწია მათი მიდგომების გაცნობა და შემიძლია ვთქვა, რომ 10 წელია უკვე ვარ მე პიროვნება. ჩემი ინტელექტუალური განვითარება ამ დონეზეა და ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, რომ ვიმუშაოთ ერთად და მოგცეთ იმის საშუალება, რომ განვახორციელოთ აი ეს ჩვენი პროექტი და სუბიექტის დონეზე მაინც ავიყვანოთ ბავშვები. ამაზე უნდა იზრუნოთ. თქვენ ხართ ამაში დაინტერესებულები, ხო? ნუ საფრთხე რაში მდგომარეობს, ნახეთ, ეს სლაიდებიც თქვენთვის უკვე ნაცნობია. ჩვენ პროგრამირებადი ფსიქოლოგიური ობიექტები ვართ, პროგრამირებადი არსებები ვართ. აი აქ კონრად ლორენცის სურათია, რომელმაც დაადგინა, რომ აი დაბადებიდანვე პირველი, ასე ვთქვათ, მოძრავი ობიექტი, რომელიც ხვდება ახლადშობილ ცხოველს და მათ შორის ადამიანს, მისი ყურადღების ცენტრშია და ეგრეთ წოდებული იმპრინტინგი ხდება. სამწუხაროდ, აი ჩვენს რეალობაში მშობლები
ხშირად კარგავენ აი ამ ფუნქციას და მიანდობენ ბავშვს სკოლა, საბავშვო ბაღს და ასე შემდეგ და კარგავენ ამას. ანუ ავტორიტეტი ხდება უკვე არა მშობელი, არამედ უკვე ის ადგილი, სადაც ბავშვი მიდის სასწავლებლად, ხო? და კონვეიერები საბავშვო ბაღში, კონვეიერები სკოლაში, კონვეიერები უმაღლეს განათლებაში და მოდით გარკვეული ასე ვთქვათ იმუნიტეტის შევიმუშაოთ. აი დაკარგული 25 წელიწადი და უკვე შემოსულია ხელოვნური ინტელექტი და აი ამ კონრად ლორენცის მაგიურად წარმოიდგინეთ, რომ რობოტი გახდება. თავარი ავტორიტეტი თქვენი ბავშვებისათვის და თქვენი ოჯახისათვის. აი როგორ იგრძნობთ მე თავს. ჯერ რობოტები თუ არ ახართ, ალბათ არ მოგეწონებათ ეს ყველაფერი და ჩვენს აი გარკვეულ იმუნიტეტზე ვიმუშაოთ. ნუ ეხლა როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი? ანუ აი ჩემი გამოცდილება სტუდენტებთან მუშაობა, სტუდენტებთან ერთად და ბავშვებთან მუშაობა, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე ექსპერიმენტირებას ვაკეთებდით. აი აქ ერთ-ერთი სკოლა არის, რომელიც 2012 წელს ჩატარდა ჩემი სტუდენტების ინიციატივით, ბავშვებთან მუშაობდნენ და აი ეს მეთოდიკა გვექნება ჩვენ გამოყენებული. ანუ თქვენც ისწავლით და ასწავლით. სამზარეულო, როგორც თქვენი ლაბორატორია, ხო, შევთანხმდით ჩვენ ამაზე, რომ ეს გვექნება ჩვენი რეალობა. არაფერი არ დაგჭირდებათ. აი ნახეთ, ის ძირითადი ფუნქცია, რომელსაც ჩვენ ყოველ დღე ვასრულებთ, ყოველ დღეს აი ჩვენს მოთხოვნილებას წარმოადგენს, ხო? სად ხდება ეს ყველაფერი? ლაბორატორიაში, სამზარეულოში. ასე არის აგებული, რას ვაკეთებთ ჩვენ? ანუ ჩვენ საარსებო რესურსს ვამუშავებთ და ვიკვებებით რითი? ენერგიით. ეხლა გადახედეთ უკვე იყო ესეთი თხოვნა პირველ ვიდეოში, რომ თქვენს ლაბორატორიას, სასწავლო ლაბორატორია უნდა გახდეთ. აუცილებლად ჩვენს შემდეგ ვიდეო საუბარში უსაფრთხოების წესებზე გვექნება საუბარი ლაბორატორიაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ამით უნდა დავიწყოთ. ეს არის ოქროს წესი საერთოდ ლაბორატორიის ფუნქციონირების, ხო? და დღეს ესეთი პირველი მოთელვა იქნება. კიდევ კალენდარი აუცილებლად და საათი. ანუ ეს ორი ძირითადი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებით ჩვენ გავალ სამყაროში მსოფლმხედველობა შეიკურება. ხო, ახალი წელი რო დაიწყო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ხო? კალენდარი გადავშალეთ, ახალი წელი დაიწყო და არა მარტო რიცხვებია და მათი აღრიცხვა არის დედამიწამ კიდევ ერთხელ შემოუარა მზეს და ახალ წრეზე გადის. მოდით ამას გეტყვით. კიდევ დაფიქრდით, აი გაქვთ თუ არა თქვენ სახაზავი თქვენს ლაბორატორიაში და გაქვთ თუ არა თერმომეტრი. ნუ თუ არა გაქვთ თერმომეტრი, აუცილებლად გექნებათ თქვენ სამედიცინო თერმომეტრი. ესეც გამოდგება იმისათვის, რომ თქვენ პირველი ექსპერიმენტები დაიწყოთ და ნუ სახაზავიც უნდა გქონდეთ. ეხლა გადავდივართ აი ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, ცოტა დრო დაგვრჩა, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ აი აქ არის ესეთი ტექნიკური, ასე ვთქვათ, ნაწილი, დავალება, როგორც გინდათ დავარქვათ ამას და თქვენი პირველი STEM ექსპერიმენტი. როდესაც კულინარიაზე ვსაუბრობთ, როდესაც პროდუქტებზე ვსაუბრობთ, მაღაზიაში რო ვყიდულობთ რაღაცებს, ყველაფერს აწერია, რომ ენერგია, ამდენი კალორია, იმდენი კალორია, ამდენი კილოკალორია. ნუ კილოკალორია არის ძირითადი საზომი ერთეული, პირველადი არის კალორია. რა არის ეს ყველაფერი? ხო, მე ვეკითხები ადამიანებს, აბა რა არის? უჭირთ ყველას. უჭირთ, ზოგი პირდაპირ მეუბნებ, ფიზიკოსი თუ არის ფიზიკის მასწავლებელი, რა დროს კალორია არის? ახლა ჯოულზე უნდა იყოს საუბარი. ოდნავ მოგვიანებით ფიზიკოსების და მასწავლებლების განათლების მართვის ფსიქოლოგიაზე რო ვილაპარაკებთ, ეს ჯოულიც საიდან გაჩნდა, იქ გავარკვევთ ჩვენ, მაგრამ ფაქტია, რომ რაც არ უნდა იყიდოთ თქვენ მზამ პროდუქცია, ყველაფერს აწერია
კალორია და კალორია, ხო? ანუ ის ენერგია არის, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და გარდაგვქმნით ხოლმე ჩვენს ლაბორატორიებში, ხო? ნუ აქ აუცილებელია და შეგახსენეთ ისევ რასელაკოფის პირველი პუნქტი. აი ნახეთ, ეს არის აღჭურვილობა და წარმოდგენა. არის აქ მეცნიერება? არის მეცნიერება. იმიტომ რომ ფაქტორზეა საუბარი, ხო? ბუნებრივ ჩვენი რეალობის ფაქტორზეა საუბარი და სამეცნიერო ცნებაზე, რომელსაც ქვია სითბო, ხო? სითბო და ენერგია, უკვე სამეცნიერო ტერმინებია. ეხლა აი ამ სურათს თუ გადახედავთ, თქვენ ნახავთ, რომ STEM-ზე რო ვილაპარაკოთ, ანუ science უკვე შემოსულია, ტექნოლოგია. აი აქ შეგვიძლია ჩვენ თქვათ, რომ ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებულია სახაზავი, რომელიც უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს, ხო? არა მთლიანად ლაბორატორიები, არა მთლიანად ასე ვთქვათ, განათლება სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, არამედ მაღალი სტანდარტით სიზუსტით დამზადებული სახაზავი. და თერმომეტრი, ესეც ხო არის ტექნოლოგიური ობიექტი, ხო? და მოფიქრებულია ინჟინრების მიერ, სადღაც არის კონვეიერი, რომელიც ამას აკეთებს, სახაზავებს აკეთებს, დაპროექტებულია ინჟინრების მიერ, თერმომეტრებიც არის მოფიქრებული, სხვადასხვა ფორმის თერმომეტრებია, მთელი გალერეა შეგიძლიათ, ელექტრონული თერმომეტრებიც არსებობენ. დღეს, ნუ ოდნავ მოგვიანებით სასწორიც დაგჭირდება ჩვენ. თუ ელექტრონული იქნება, ძალიან კარგი. მოდით ახლა დავიწყოთ აი ამ განმარტებაზე საუბარი. რა არის კალორია? მოდით მე ახლა არ განვმარტავ ამას, მაგრამ შეეცადეთ და ეს იქნება თქვენი პირველი დავალება, რომ აბა გაიხსენეთ რა არის კალორია. და რა არის კილოკალორია? აი აქ მითითებულია, რომ მოცულობა კილო თუ გაგვახსენდება, გრამი და კილოგრამი, აქაც არის კალორია და კილოკალორია. ანუ 1000 კალორია არის, ანუ ეს არის ცდელობა, ეს სლაიდი არის ცდელობა, რომ სასწავლო, საგანმანათლებლო სიტუაცია შეგიქმნათ ოჯახებში და ფიქრდით ამაზე, ნახეთ სხვადასხვა საშუალებებში, ანუ ჩართეთ თქვენი აზროვნება და ჩამოაყალიბეთ ეს ყველაფერი. და დაიწყეთ აი ამ რვეულში, რომელიც გაქვთ, ჩანაწერების გაკეთება. აქ სიტუაცია შეგიქმენით, ყველაფერი რაც საჭირო არის აქ, ანუ მითითებები არის და როდესაც თქვენ მიხვდებით ამას, პატარა კონსპექტივით ჩამოაყალიბეთ ეს ყველაფერი და როდესაც აი თქვენ იტყვით, ვა, მესმის ეს ყველაფერი, გამახსენდა ეს ყველაფერი, ვიცი რა არის ეს ყველაფერი და თუ მართლა გაიგებთ ამას, თუ მართლა აი ამ დავალებას გააკეთებთ, თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ სხვა ადამიანს მოუყვეთ ის თქვენი აღმოჩენა. ეს აღმოჩენა თქვენ უნდა გააკეთოთ, ხო? შემდეგ ჩვენს ვიდეოში მე ვიტყვი უკვე რაზე იყო საუბარი და სხვა STEM ექსპერიმენტზე გადავალთ ჩვენ, მაგრამ ეს აღმოჩენა თქვენ უნდა გააკეთოთ. შემდეგ ვიდეოში მე სხვა უკვე საგანმანათლებლო სიტუაციას შევქმნი. და თქვენს ბავშვებს შეეცადეთ, რომ მოუყვეთ ეს ყველაფერი. და ეს ექსპერიმენტი ერთად ჩაატაროთ. ეხლა მოცულობაზეა საუბარი, ალბათ მიხვდით, ხო? სამზარეულოში აუცილებლად გექნებათ საზომი, რაღაც ჭურჭელი, რომელსაც აქვს რაღაც დანაყოფები და თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გაათამაშოთ, ხო? და თქვენთვის იქნება უკვე გასაგები, გაიხსენებთ ამას და როდესაც აი ამ დავალებას შეასრულებთ, აუცილებლად თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ სხვას გაუზიაროთ ეს ყველაფერი. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით თქვენ იგრძნობთ სიხარულს, განვითარების სიხარულს, რომ პირველი თქვენი STEM ობიექტი თქვენს ლაბორატორიაში გახდა აი ასეთი ექსპერიმენტი. ასეთი ექსპერიმენტი. აიღეთ ჭურჭელი, გაზომეთ მისი მოცულობა, ეხლა ესეთ შპარგალკა პაცკასკებს გეუბნებით, რომ მინიშნებებს, რომ თქვენ დაფიქრდეთ ეს ყველაფერი და როგორ ჩაატარებდით ამას, ხო? შეცდებით რამდენიმეჯერ, უიტყვით, არა, ასე ჯობია, არა, ისე ჯობია, არა, სხვანაირად გავაკეთო ეს ყველაფერი, რამდენიმეჯერ თქვენ ამ ექსპერიმენტს გაიმეორებთ,
გაიმეორებ საბოლოო ჯამში გექნება თქვენი ინდივიდუალური ვარიანტი. თქვენ აი ამ რო წაიკითხავთ, არ უნდა იყოს აგებული მკაფიოდ რეგლამენტირებული თავისუფლება გაქვთ სრული. მოდი დავიწყოთ მუშაობა და აი ასეთნაირად შევასრულოთ და დავასრულოთ ჩვენი პირველი ექსპერიმენტი. ყოველი ჩვენი ახალი შეხვედრა იქნება საგანმანათლებლო სიტუაცია, სადაც თქვენ უნდა გააკეთოთ აღმოჩენები, თქვენ უნდა თქვათ, უი, რა კარგია, რა მარტივია, რა გასაგებია და თქვენს ბავშვებს აუხსნათ ეს ყველაფერი. თან რაღაცა არ გითხარით, მაგრამ მაინც ვიფიქრე რომ გითხრათ, რომ იქ მათემატიკაც ხო არის, ხო? რიცხვები ხო ჩანს ამ იმაზე, ხო? სკალებზე ხო არის, ახაზავზე, და მათემატიკაც არის. თქვენ ხართ პირველები, ვინც იწყებს აი ესეთნაირად აზროვნებას, ფიქრს და მუშაობას და ექსპერიმენტირებას. ანუ წარმატებებს გისურვებთ აი ამ პირველ ექსპერიმენტში.